ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის მიერ განხორციელებული დარტყმების სია კიდევ 7 ობიექტით გაიზარდა. ლუკოილის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები კვლავ სამიზნეში არიან. ვოლგოგრადში აგვისტოს დასაწყისიდან 5-ჯერ დაზარალდნენ და ქსტოვოში სამთვეში მესამე დარტყმა განხორციელდა. როსნეფტის 4 ობიექტთან ერთად. საატოვში ნოვოკუიბუშევსკი და რიაზანში და სიაში 2 ახალი ობიექტია. ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მახაჩკალაში, დაღესტანში და მარიელის რესპუბლიკაში. მასშტაბის უკეთ წარმოსაჩენად აპრილიდან ივლისის ბოლომდე რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე სულ 3 დარტყმა განხორციელდა, ხოლო აგვისტოს დასაწყისიდან ეს რიცხვი 47-მდე გაიზარდა. უკრაინის გრძელვადიანი კამპანია შეიძლება კიევის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული სვლა იყოს ამჟამად. შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი ომის დაწყების შემდეგაც კი. მისი შედეგების პროგნოზირება რთულია, მაგრამ ეს ისეთ რამეს გვთავაზობს, რაც უკრაინას ამ მასშტაბით აქამდე არ გაუკეთებია. ომის პირდაპირ რუსეთის ტერიტორიაზე გადატანა და აგრესორის ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური საყრდენის მეთოდურად დეგრადაცია ძალიან ქმედითია, რაც მთავარია კიევი ამას აკეთებს მუდმივი ზედამხედველობის ან მესამე მხარის ნებართვის გარეშე და ხშირად აშშ-ს დაზვერვის დახმარებით. ულიანოვსკში ჩატარებული ადგილობრივი ანალიზის თანახმად ზოგიერთ რეგიონში საწვავის ფასი ბოლო თვეების განმავლობაში 30-50%-ით გაიზარდა. სიტუაცია ჯერ კატასტროფული არ არის, მაგრამ ის აშკარად შესამჩნევი და სულ უფრო მტკივნეულია ფედერაციის მრავალ ნაწილში. და საქმე მხოლოდ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს არ ეხება. უკრაინამ ასევე დაარტყა ექსპორტის ტერმინალებს, სატომსადგურებს, საწვავის საწყობებს, გაზის ობიექტებს, ტრანსფორმატორულ ქვესადგურებს, ელექტროსადგურებს, საბრძოლო მასალების ქარხნებსა და ქიმიურ ქარხნებს. ბოლო 3 კვირის განმავლობაში სულ მცირე 17 ასეთი თავდასხმა მოხდა, რომლებიც რუკაზეა მოცემული, თუმცა სია არასრულია. მოსკოვისთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია ტრანსფორმატორულ ქვესადგურებზე დარტყმების მზარდი ტემპი, რაც შესაძლოა კიევის კამპანიაში ახალ ფაზას მიანიშნებდეს. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ამ სიტუაციის შეფასებისას ფხიზნლები ვიყოთ. იმისათვის, რომ რუსეთის ენერგეტიკული სისტემა დაძაბული მდგომარეობიდან კატასტროფულ მდგომარეობაში გადავიდეს, უკრაინის დარტყმების ამჟამინდელი ტემპი და მასშტაბი კიდევ რამდენიმე თვე უნდა გაგრძელდეს. ჯერჯერობით მხოლოდ 3 თვე გავიდა. რუსები ცდილობენ ადაპტაციას, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების გარშემო ახალი დამცავი სისტემების დამონტაჟებით, მაგრამ მათი ეფექტურობა კვლავ საეჭვოა.